სახელითა მამისათა, დაზისათა, დაწმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო და უნდა ძმანო, შეგახსენებთ, კი იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირაში ხუთშაბათს უკვე ეკლესიაში გამოცხადება საშობაო მარხვა, გილოცავთ, იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველა იმარხულებთ და შეუდგებით მზადებას მარხვის. როგორც დიდ მარხვას თავისი გარკვეული მომზადება ჭირდება, ბუნებრივია, ასევე ჭირდება საშობაო მარხვას მომზადება. იმიტომ რომ როგორც დიდი მარხვა არის ხანგრძლივი 40 დღიანი, ასევე 40 დღიანი გახლავთ საშობაო მარხვაც. ჩვენ თანამედროვე ქრისტიანებს ძალიან ბევრ შემთხვევაში გვახასიათებს გემოთ მოყარეობა, გვიყვარს გარკვეული მოძღვარი, გარკვეული ტაძარი, გარკვეული მარხვა, გარკვეული ხატი და ვიცით ხოლმე ეს მიყვარს, ის არ მიყვარს და ასე შემდეგ. ან ეს მარხვა მიყვარს, ის მარხვა არ მიყვარს და ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი, ჩვენ ყველა მარხვა უნდა დავიცვათ და ყველა მარხვაში იგივე გვევალება, რაც დიდ მარხვაში და სხვა მარხვებში. ანუ ლოცვა, მარხვა ეს არის მთავარი, რაც ჩვენგან განაშორებს არაწმინდა სულებს. აქედან გამომდინარე, მე განვიზრახე, რომ დღეს გესაუბროთ იმ თემებზე, რაც ჩვენში შეიძლება ნაკლებად არის, ან დავიწყებულია, ან გონია რომ ვიცით, მაგრამ არ ვიცით. აი დღევანდელ სახარებაში საკმაოდ მკაფიოდ ამბობს მაცხოვარი, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ნებითა. გუშინ ვინც ბრძანდებოდით ღვთისმსახურებაზე, კედლოთ სისკარზე, იქ ერთი შესანიშნავი სიტყვები იყო გადმოცემული, მაცხოვარი ესაუბრება პეტრეს. პეტრე, რომელმაც სამგზის უარყო იესო ქრისტე. მოგეხსენებათ, მან გამოიჩინა სიმხდალე, თუმცა მაშინ მასზე სულიწმინდა არ იყო გადმოსული და მან ვიღაც მონა მსახურ ქალბატონთან აღიარა, რომ ის არ იცნობს იესო ქრისტეს. და მაცხოვარი როცა აღდგება მკვეთით გამოეცხადება თავის მოციქულებს, განსაკუთრებით პეტრეს ესაუბრება და უსვავს კითხვას სამჯერ. გიყვარ პეტრე მეა? ანუ ეუბნება, რომ გიყვარ ვარ პეტრე მე, როგორც ადრე გიყვარდი. თუ ისე გიყვარ ვარ, რომ შეგიძლია შენ ყოველ წუთში და ყოველ წამში მიღალატო. ეს ძალიან საინტერესო მდგომარეობაა, ჩემო ძვირფასებო და ალბათ თქვენც ხშირად უნდა ეს სიტყვები გესმოდეთ ყურში, რომ აი მე მაგათაც ჩემ თავზე ვიღებ ყოველთვის ამ სიტყვებს, თქვათ, რომ მამა გიორგი როგორ გიყვარ ვარ მე, მეუბნება მაცხოვარი, ყოველი წირვის წინ, ყოველი ქადაგების დროს, ყოველი მოღვაწეობის დროს და ყოველი ჩემი ღმერთმსახურების დროს, რამდენად სიყვარულით ვქადაგებ, რამდენად სიყვარულით ვამბობ, მე თქვათ თქვენთან გულახდილი ვარ, ვიბარებ აღსარებას, გემსახურებით და ასე შემდეგ. ასევე თქვენს დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რამდენად გიყვართ თქვენ ღმერთი. და რა თქმა უნდა, მაშინვე იტყვით, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ ღმერთი ამბობს, რომ თუნდაც გიყვარვართ, ჩემი ცნებები დაიცავით და რატო არ იცავთ? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისე არ გვიყვარს ღმერთი, როგორც დღევანდელ სახარებაში არის გადმოცემული. აი ძალიან ხშირად იციან ხოლმე განსაკუთრებით მოძღვრებმა რა არის სულიერება, თქვა. აი ამბობენ ამ ადამიანში სულიერება არ არის და ხანდახან თქვენც კადნიერდებით და აცხადებთ ხოლმე, რომ ამ მოძღვარში სულიერებას ვერ ხედავ. აი ეს ადამიანი დადის ეკლესიაში, მაგრამ სულიერება არ აქვს. რა არის მართლმადიდებლური სულიერება? ბევრი იფიქრებს ახლა და იტყვის გულში, რა თქმა უნდა ცოდნა, რა თქმა უნდა სიყვარული, რა თქმა უნდა დიდი ხნით ლოცვაზე დგომა, რომ არ ეზარება ადამიანს ლოცვა, რომ ყოველ კვირას ეზიარება. არ არის ჩემო ძვირფასებო ეს სულიერება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, შეიძლება მოძღვარი კვირაში 5 დღე წირავდეს, მაგრამ სიყვარული არ ქონდეს და მასში არანაირი წინსვლა არ იყოს. შეიძლება მრევლი კვირაში 3 ჯერ ეზიარებოდეს, მაგრამ მასში არაფერი ცვლილება არ იყოს. შეიძლება ყოველ მარხვას იცავდე, 4 საბათი პარასკევი, ყველა კალენდარულ მარხვას ატარებდე, მაგრამ შენში არაფერი ცვლილება არ იყოს. ანუ სულიერება ეს არის ჩემო ძვირფასებო, ცვლილება თქვენში. ანუ ისეთი რომ აღარ ახარ როგორიც იყავი. ანუ იმ ლოცვამ, მარხვამ, აღსარებამ და ზიარებამ თქვენში უნდა გამოიწვიოს ცვლილება. აი იცით ხოლმე რომ აი აქ თქვა ათონზე ვიყავი, იერუსალიმში ვიყავი, აუ რამხელა მადლი იყო მამაო და ასე შემდეგ. თითქოს მადლის საზომები დადიან და გაიგეს რომ იქ დიდი მადლია და თქვა საქართველოს ნაკლები მადლია. ყველა ეს ყველაფერი, ეს მომლოცველობა ემსახურება მხოლოდ ჩვენს ცვლილებას. დაიმახსოვრეთ კარგად. დაიმახსოვრეთ, რომ თუ არ შეიცვალე შენ, მთელი ცხოვრება რომ გაატარო ეკლესიაში, არაფერი არ გამოვა შენგან და ვერ ცხონდები. ძალიან საინტერესო პასუხი აქვს კითხვაზე, თუ რატომ აღარ არსებობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები სერაფიმ საროველს. მისი დიალოგი არსებობს ვინმე მემამულე მოტოვილოვთან, თუ თქვენ ეს შეგხვდებათ ეს ნაწარმოები, თქვა დიალოგი წაიკითხეთ,
ძალიან საინტერესოა. აი გულახდილი საუბარია სერაფიმ საროველის მოტოვილოვთან და როცა ეკითხება მოტოვილოვი რომ რატომ აღარ არსებობენ მე-19 საუკუნეა ჩემო ძვირფასებო, რატომ აღარ არსებობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები და პასუხობს ძალიან მოკლედ სერაფიმ საროველი. არ ეუბნება რომ თქვათ არ დადიან, არ ეზიარებიან, ფარისევლები არიან. გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ესეთი პასუხი გასა წმინდა მამამ. ეს რას ნიშნავს? აი თქვენ თუ გახსოვთ პატარები იყავთ პირიცებში როგორ გეხსოვებათ, მაგრამ აი ნათლობა ხო გინახიათ. მოძღვარი შეაბრუნებს ნათლიებს და პატარა ბავშვს და ძალიან საინტერესო შეკითხვას უსვავს სამგზის. შეუდგები ქრისტესა? არის პასუხი სიცილით, ხარხარით, შეუდგები, შედგომილ ხარ, შეუდგომილ ვარ. და ის ნათლიები, რომლებიც თვითონ არ არიან შედგომილები, კი მონათულები არიან, მაგრამ ძალიან შორს არის მათი ცვლილება, მათი შედგომა, ესე ამაყად პასუხობენ რომ შეუდგები. ესეთი ადამიანი არ არსებობს, ვინც თქვენს მაგივრად ეთქვის უფალს, რომ მე შეგიდგები შენ. ეს ყველაფერი არის სიმბოლურად ნათლია და მე თქვენ რომ უკვე გაიზარდეთ და მოხვედით ეკლესიაში, გადაწყვეტილებას იღებ შენ. შეუდგები თუ არა ეკლესიაში. აი მე უსვამ ხომ ადამიანს კითხვას, რომელიც მოდის ჩემთან. რატომ მოხვედი შვილო ჩემთან? მოდას ფეხის ხმას აყევი, იმიტომ მოხვედი, რომ ეხლა მოიხედა შენი დაქალები, ძმაკაცები, ეკლესიურები არიან, შენს გარშემო თანამშრომლები ყველა გაეკლესიურდნენ, რელიგიურები გახდნენ. თუ რატომ მოხვედი? თუ ეკლესიური ცხოვრება გინდა დაიწყო, ცხოვრება გინდა რომ შეცვალო? კი, მინდა რომ შევცვალო. ანუ უფლის ნებით მინდა რომ ვიწყო. ანუ ეს გადაწყვეტილებას იღებ მაშინ, როცა მოდიხარ ეკლესიაში. მაგრამ აბა კარგად დაუკვირდი ჩემო ძვირფასებო, რამდენი თქვენთაგანი არის შეცვლილი. რამდენმა თქვენთაგანმა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ შეუდგეთ ქრისტეს. ეს არ არის შედგომა, თქვენ რომ გონიათ, რომ მარხვას ინახავ, აღსარებას ამბობ, ეზიარებ, მაგრამ არანაირი ცვლილება თქვენში არ არის სამწუხაროდ. არ გეწინოთ, მაგრამ ესია. მე ამას ვიძახი ჩემ თავზეც. მე ძალიან ნელა ვიცვლები, რაღაცები შევცვალე, მაგრამ კიდე ბევრი რამე არის შესაძლებელი ჩემში. გუშინეთმა ჩემმა ძალიან ახლობელმა სულიერმა შვილმა დამირეკა. მომწერა უпростоრად გარკვეული გზავნილით, რომ მამაო, სული მტკივა, სული მაწუხებს. მე ძალიან ჩამაფიქრა ამ სიტყვებმა. ძალიან ბევრს გაწუხებთ სული, მაგრამ ვერ ხვდებით. და გონიათ, რომ ხორცი გაწუხებთ და გონიათ, რომ სევდაში ხართ, მოწყენილობაში ხართ და ასე შემდეგ. ეკლესიური სწავლების თანახმად ადამიანი არის სამნაწილედი, ანუ სამი სამყაროდ შედგება ადამიანი. ეს არის ხორცი, სამშვინველი და სხეული. როცა ადამიანი უძლურდება ხორციელად და ესეთი მაგალითები ძალიან ბევრია, მაშინვე მიდის თუ საშუალება აქვს ნორმალურ ექიმთან, კომპეტენტურ ექიმთან, არა ექიმ ბაშთან, არამედ ექიმთან, გარკვეულ წამლებს გამოუწევენ, დიაგნოზს დაუსვავენ და მიდის მკურნალობა. მე არ ვიცი დიაგნოზი ამდენად მართალია, მაგრამ თუ დაისვა სწორედ დიაგნოზი, მიდის სწორედ მკურნალობა. მაგრამ რაც შეეხება შვინვიერებას, ანუ ჩვენ ინტელექტს და ჩვენ სულიერებას, აქ ცოტა რთულად არის საქმე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანს ფიზიკური პრობლემები აწუხებს და გონია რომ სულიერი პრობლემები აწუხებს. და ხშირად გონია რომ სულიერი აწუხებს და პირიქით ხდება, ანუ აბრალებს ხორციელ ტკივილებს სულიერს და სულიერს აბრალებს ტკივილებს. იმის მაგივრად რომ მოვიდეს მოძღვართან, მიდის ექიმთან, და იმის მაგივრად რომ მივიდეს ექიმთან, მოდის მოძღვართან. რა არის სულიერი ტკივილი ჩემო ძვირფასებო? ადამიანში ყველაზე ღირსეული და ფასეული ეს არის სული. სული, რომელიც არ შედგება არაფრისაგან, მაგრამ ღმერთის სულთან გარკვეული შემოხაზულობა, ანუ შემოწერილობა გააჩნია. აბსოლუტური სული არის ღმერთი. პირდაპირ ამბობს იონე ღვთისმეტყველი, რომ ღმერთი სული არის. და თუ შენ სული გტკივა, ესე იგი შენი სული შორდება ღმერთს. დაიმახსოვრეთ კარგად. სულის პირველი ბუნებრივი მდგომარეობა არის ისწრაფოს უფლისკენ. სულის სტატისტიკური მდგომარეობა არ არსებობს. რა ითქვათ, მე შენ მიაღწიე გარკვეულ ცვლილებას, გადაწყვეტილება მიიღე, გიყვარს ღმერთი და მორჩა. არა. თუ შენი სული არ მიდის ღმერთისკენ, ანუ არ იცავს მცნებებს, არ ეზიარები და გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს შენში, ცვლილებები არ ხდება, აქედან გამომდინარე შენი სული შორდება ღმერთს და ეს გამოიხატება გარკვეულ წუხილში, გარკვეულ სევდაში, მე ჭეშმარიტ სულის ტკივილზე მაქვს ლაპარაკი და არა თქვათ რაღაც თქვათ სიყვარულში არ გაგვიმართლა თქვათ ან რაღაც მოკლედ ათასი რაღაცები არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტი სულის ტკივილი ჩემო ძვირფასებო ეს არის თანდათანობითი განშორება ღმერთისგან. ანუ სული ყველაზე კარგად გრძნობს თავს მაშინ, როცა ის ახლოს არის ღმერთთან, როცა ის არის ნაზიარი, როცა ის იცვლება თავისი არსებული მდგომარეობიდან და უახლოვდება ღმერთს. მაგრამ ეს ბუნებრივია, ხშირად არ ხდება და ყველა ნორმალურ ადამიანს აწუხებს სულიერი ტკივილი. აი სულიერი ტკივა, როცა ხედავთ ადამიანების
სიბერაგეს, სიცრუეს, შურს, მწუხარებას, სიბილწეს, ეს სხვების გულის ტკივილია, ანუ მოყვასზე სულის ტკივილია, მაგრამ როცა ადამიანი ჩაიხედება საკუთარ თავში, მე დაინახავს მოძღვარი პირველ რიგში, დაინახავს რომ ეს ტკივილები გამოწვეულია ჩვენი განშორებისგან უფლისა. აი ის განშორება, რომელიც იყო პეტრეში და რომელიც ქრისტემ აღმოფხრა აი ამ სამი შეკითხვით, რომ გიყვარ ვარ მე პეტრე, აი თქვენ სულს დაუსვით კითხვა ჩემო ძვირფასებო დღესავე, აი ახლა აი ამ წუთში და პასუხის გაცემას ნუ აჩქარდებით და ნუ იტყვით მაშინვე რომ მიყვარ ხარ, არ გიყვართ ღმერთი. იმიტომ არ გიყვართ ჩემო ძვირფასებო რომ ჩვენ ცნებებს არ ვიცავთ და ჩვენში გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეიძლება ყოველ კვირა მე დავითნე ხარ, მგალობელი ხარ, მღვდელი ხარ, წირველი ხარ, მქადაგებელი ხარ, ამხსარებელი ხარ, მაგრამ სულით ტკივა, იმიტომ რომ შენი სული განშორებულია ღმერთისგან. შენში არ ხდება ცვლილება და გადაწყვეტილება მიღებული ბოლომდე არა გაქვს. მარტო სიარული, მარტო ზიარება, მარტო მარხვა არ არის საკმარისი. რატო ამბობ ამ ყველაფერს მარხვის წინ? იმიტომ რომ თელი მარხვა ჩვენი სული და გული ემზადება რომ ჩვენში დაიბადოს იშვას იესო ქრისტე. როგორც იმ ბინძურ მღვიმეში, ასეთივე ბინძურია ჩვენი გული, ჩემო ძვირფასებო. ასეთივე დაბინძურებულია ჩვენი სული. ეს ყველაფერი რომ განიწმინდოს, აი ამიტომ დაადგინა ეკლესიამ მარხვა. და ხა თქვენ ჩაიღიმებით და ბევრი მეუბნება, აი ეს მარხვა ადვილია მამაო, არ მიჭის ამისი შენახვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამარხო პროდუქტები არსებობს და ისე გადაირბენს ეს მარხვა, რომ ვერც კი გაიგებთ და ისეთივე ბინძური დარჩება ჩვენი სული და გული, როგორც იყო. მაგრამ თუ ჩემი საუბრიდან, რა თქმა უნდა, აქ ჩემი როგორც ყოველთვის არაფერი არ არის, სერაფიმ საროველის სიტყვები მოგახსენეთ და მასხოვრის სიტყვები მოგახსენეთ, აი ამ ყველაფერს ეს სიტყვები თქვენ სამშვინველში შევა, თქვენ სულში შევა, ეს შეიძლება ეხლა ხორცს ეს იამოვნოს, მაგრამ იმის იქით უკვე აღარ წავიდეს. ეს ძალიან ცუდი იქნება. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მივიღოთ ლოცვით. ასევე გუშინ ცისკარზე მე მცირე ქადაგება წარმოვთქვი და გითხარით რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი დამწუხრებულები ხართ, გიჭირთ, შვილები ყავს ნეულებაში, მეუღლეები, საკუთარი თავი, ბოლო-ბოლო ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში და აი ამ ყველაფერს ჩვენ უმკლავდებით ლოცვით. მაგრამ ჩვენი ლოცვა სამწუხაროდ არის მექანიკური, იმიტომ რომ გაზეპირებულ დაბეჭდილ სიტყვებს ვიმეორებთ და უკვე მოგწყინდა ფაქტიურად. და მე მოგეჭით კურთხევა, შეიძლება ვიღაცამ ეხლა მე რეფორმატორობაში დამდგოს ბრალი, მაგრამ ამის უფლება მაქვს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთი და იგივე რომ გამეორებულიყო, მაშინ აღარ დაიწერებოდა სხვა დიდი მამების ლოცვები და მარტო ოქროპირის და ბასილის ლოცვები იქნებოდა. ანუ თქვენი სიტყვებითაც ესაუბრეთ უფალს, ჩემო ძვირფასებო. განსაკუთრებით ახალგაზრდები გამიგებთ. თქვენ ხო შეყვარებულები გყავთ. თქვენ ხო ვიღაცას უყვარხარ და ვიღაცა გიყვართ. აი თქვენი პატარა ბავშვები ხო გიყვართ და მიდიხარ და ესაუბრებით. თქვენი მშობლები ხო გიყვართ და მიდიხარ და ესაუბრებით. აი ესე ესაუბრეთ თქვენს ღმერთს. ისე კი არა რომ გეზარება, გესიკუდილება, იმიტომ ესაუბრები ღმერთს, რომ კანონი მოგცა მოძღვარმა და მე გინდა რომ მიხვიდე მოძღვართან აღსარებაში თქვა რომ კი მამაო ყველაფერს კითხულობ. არა ჩემო ძვირფასებო, შენ კი არ ლოცულობ, კითხულობ. კარგია კითხვა, მაგრამ შენი სული უნდა გაცდეს აი ამ ფარგლებს. თორე დარჩები ფარისეველი და მწიგნობარი. ისინი ერთ იოტას არ ცვლიდნენ წმინდა წერილში, მაგრამ ძალიან შორს იყვნენ ღმერთისგან და ჩვენს თანამედროვე ახალი აღთქმის მღვდლები და მართლმადიდებელი მრევლი ძალიან დავემსგავსეთ იმ ფარისევლებს. ყველაფერს იოტა მძიმეს ვიცავთ თითქოს, მაგრამ რა თქმა უნდა არც ამას არ ვიცავთ, მაგრამ აი შეიძლება ადამიანმა თელი დღე სახარება, ბიბლია, დაუჯდომელი პარაკლისები და რა არ წაიკითხოს, მაგრამ ცარიელი დარჩეს ისევ და არაფერი მასში არ იყოს, მაგრამ შეიძლება მოკლედ წაიკითხოს, გარკვევი წაიკითხოს და რო დახურავს წიგს, მაშინაც გააგრძელოს საუბარი უფალთან. ეს არ არის რომ შენ დახურე, ესე ვთქვათ, ლოცვანი და დამთავრდა შენი ურთიერთობა ღმერთთან. არა. დაჯექი მანქანაში, წახვედი სამსახური, ჩახვედი მეტროში, ახვედი ავტობუსში. უფალთან იყოს შენი აზროვნება, უფალს ესაუბრე, უფალო შენ იყავი ჩემთან, შენითი ჩემი პრობლემები, მე შენ მიყვარხარ, დამიცავი რომ თვალით არ დავეცე, ბაგეებით არ დავეცე, არ მოვიპარო, არ ვიმრუშო, არ მოვიპარო, რაღაც მოკლედ ყველაფერში დამეხმარე შენ, ანუ მასთან იყავით ჩემო ძვირფასებო შეერთებული, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ განუწყვეტლივ ილოცვიდეთ. ეს არ ნიშნავს კიდევ გეუბნებით იმას, რომ მაშინვე ხატების კუთხესთან მიხვიდე, ან წირვაზე ახვიდე, ან პარაკლისი გადაიხადო და ასე შემდეგ. როგორც თქვენ შეყვარებულებს ეჩურჩულებით გონებაში,
როგორც თქვენ საკუთარ პატარა შვილებს ეფერებით გონებაში და თქვენ მშობლებს ესაუბრებით, დედმამიშვილებს ესაუბრებით და თქვენ ძვირფას მოძღვრებს და ახლობლებს ესაუბრებით, უფრო მეტად ესაუბრეთ თქვენ ღმერთს. ის გისმენთ, მან ყველაფერი იცის, მაგრამ ეს არ ნიშნავს შემოძვირფასებო იმას, რომ ჩვენ არაფერი არ უნდა უთხრათ მას. აი ხედავს მაცხოვარი, რომ ბალტიმეოსი არის ბრმა და ეუბნება რა გინდაო, რომ გავაკეთო მე შენთვის. და თვალები მინდა რომ ამიხილო უფალო. და თქვენ თვით რომ მე თვალები ახელილი მაქვს, არა, უთხარი ღმერთო, რომ კარგად ამიხილე თვალები. გამიძლიერეს მენა, შემაყვარე ჩემი ქმარი და შემაყვარე ჩემი ცოლი, შემაყვარე ჩემი შვილი, შემაყვარე ჩემი ხელისუფლება, ჩემი ბოროტი მეზობელი და ჩემი ბოროტი დედმამიშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრია სათქმელი, ძალიან ბევრია შემოძვირფასებო სათხოვარი, მაგრამ ჩვენ იმ ჩარჩოების იქით აღარ მივდივართ და სამწუხაროდ ისიც კი არ გვესმის მერე კარგად რაც იმ ლოცვანში წერია. რა თქმა უნდა, მე არ ვიძახი რომ ლოცვანები რო ეხლა თქვენ მოისწროლოთ, მაგრამ ლოცვანს რო დახურავ, გააგრძელე შენი სიტყვებით საუბარი. ოღონდ ისე კი არის ლოცვა, როგორც ერთი უცხოელი ადამიანი ევედრება ღმერთს, რომ ღმერთს ეუბნება, რასაც მე გთხოვ ეხლაო, ორი მინდენი მიეციო ჩემ მეზობელსო და რა გინდაო და ერთი თვალი ამომთხარეო. ანუ ორი ამომთხარე ჩემ მეზობელს. ესეთი რამე არ უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა. ეს ადამიანური ლოცვაა. მაგრამ მე და კიდევ გეუბნებით, რომ ის სტრუქტურა, რაც არის ბიბლიაში, რაც არის გადმოცემული სახარებაში, აი აქედან არის აღებული ჩვენი ლოცვებიც, ფსალმუნებიდან. ეს დაალაგეს საუკუნეებით ადრე წმინდა მამებმა. და მოგცეს იმის უფლებაც, რომ თქვენ პიროვნებები ხართ უფლის წინაშე და პიროვნება შეუძლია პიროვნული სათხოვარი გქონდეს პიროვნულ ღმერთთან. რაც ღმერთმა იცის, მაგრამ შენგან უნდა რომ მოისმინოს. რატომ? რომ შენ თვითონ მიხვდე რა გჭირდება. არ გეწმინოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს არ იცის რა ჭირს. საშინელებაა შემოძვირფასებო ადამიანს ჭირდეს რაღაც და არ იცოდეს რა ჭირს. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. რომ იყო დაავადებული და არ იცოდე რა გჭირს და გაუგებრობაში ხარ. აი სახედე შეხედე ადამიანს, რომელიც დაავადებულია და ვერ გაუგია, ან არ ეუბნებიან, ან არ იცის და არ უნდა რომ გაიგოს. ჯობია იცოდეთ სიმართლე. იცოდეთ სიმართლე, რომ თქვენ ღმერთი არ გიყვართ. იცოდეთ სიმართლე, რომ თქვენში არანაირი ცვლილება არ არის. და ეს რო გეცოდინებათ, მერე ეს მარხვაც, რომელიც დაიწყება რამოდენიმე დღეში, იქნება ძალიან ნაყოფიერი. აი დღევანდელი ჩემი ქადაგება მინდა დავასრულო სწავლება სიყვარულზე, რომელიც გადმოცემულია პირველი კორინთელთა მე-13 თავში. გთხოვთ, აი დღეს დავალებასავით მიიღეთ, კარგია თუ ახალგაზრდები ამ სიტყვებს ისწავლით ზეპირად, მე-13 თავის მე-4-მე-5 მუხლები, შემოძვირფასებო და მერე მიხვდებით რა შორს არის ჩვენი მდგომარეობა სიყვარულისგან. მაგრამ ასევე მინდა, რადგანაც ბერძნულ ენაზე დაიწერა ეს სიტყვები, გითხრათ ბერძნების, ასე ვთქვათ, ლექსიკონში როგორ არის სიყვარული გადმოცემული. აი ქართულში, რუსულში, ინგლისურში და სხვა ენებში ერთი სიტყვა არის საკმარისი, რომ თქვა ღმერთი მიყვარს, მოყვასი მიყვარს და ასე შემდეგ, მაგრამ ბერძნულში 4 ტერმინი არსებობს შემოძვირფასებო სიყვარულის, ასე ვთქვათ, აღმნიშნელი. როცა ბერძნულ ენაზე ადამიანი იძახის ფილე, ფილოს, ეს ნიშნავს, რომ მას უყვარს სიბრძნე, ფილოსოფია აქედან მოდის და მას უყვარს მეგობრები, ანუ მოყვასი და ადამიანები. ეს გასაგებია, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, ეს ნაკლებად არის ჩვენში, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ფილოსოფოსები ყავთ, თუმცა პრეზიდენტი ყავს ფილოსოფოსი, ეს საკმარისია. მეორე ეს არის სტერგო, რაც ნიშნავს მამაშვილურ სიყვარულს, დედაშვილურ სიყვარულს, დედმამიშვილურ სიყვარულს, ანუ ოჯახური სიყვარული, სტერგო, დაიმახსოვრეთ კარგად. აი ოჯახში როა ეგოისტური, მაინც და მაინც მარტო მამა ჩემი რომ მიყვარს, ჩემი შვილი რომ მიყვარს და ნათესავებში რომ ტრიალებს ეს სიყვარული. ესეც რა თქმა უნდა არ არის საკმარისი. მესამე, ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სამარცხვინო ეს არის ერო, ანუ ეროტიკა მოდის აქედან. და აი ჩვენ ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი ის თაობა ვართ, ვინც ყოველი ლექცია სკოლაში და უმაღლეს ასწავლისში იწყებოდა, რომ თქვენ პირუტყვები ხართ, მაიმუნებისაგან ხართ, ცხოველები ხართ და მართლაც ცხოველურ დონეზე დავიდა სიყვარული. ანუ მარტო გართობა, ფიზიკური ურთიერთობა, მარტო გამრავლება და ასე შემდეგ. აი ჩართეთ ტელევიზორი, მაიონეზის რეკლამაშიც კი არის შემოძვირფასებო ეროტიკა, TBC ბანკის რეკლამაშიც ეროტიკა, ნუ ყველაფერში ეროტიკაა მოკლედ რა, რომ ქალი და კაცი ერთმანეთს ეფერება. ესეთი რაუბედურებაა, ესე იგი, რომ ამისი აგიტაცია ხდება. ანუ ჩვენი ცხოვრება არის პირუტყულ დონეზე. და მე ვესაუბრე ერთად, რა ვთქვათ, ეს რაც ამის რეკლამებს ამზადებს და მითხრა, რომ ძალიან დიდი მოთხოვნილებაა და აი ამიტომ არის, რომ ყველა რეკლამაში იდება ეს ეროტიკა.
აი ყო ნებისმიერი ჟურნალი გადაშალეთ, აი თბილისელებში არის ხომე მოძღვრების ინტერვიუ, გადმოშვა შიშველი ქალია დახატული იქ მაშინ მიუგე და ვიღაცის ბოჰემური რაღაც ცხოვრება, მაიმუნობა და ასე შემდეგ. ანუ დიდი დაკვეთაა ჩემო ძვირფასებო და იმიტომაც იქნება ანტიქრისტე გარყვნილების და ყოველგვარი სიბილწის სახე. და მეოთხე, ყველაზე აღმატებული ეს არის აღაპოს, რაც ნიშნავს ღვთაებრივ სიყვარულს. აი ზუსტად პეტრეს ეკითხება ქრისტე, აღაპოს მე, ანუ მე გიყვარ ვარ პეტრე, არც ფილოს უთქვია, არც ტერგოს, არც ეროს, არამედ უთქვა აღაპოს პეტრე, ანუ შენ ღვთაებრივი სიყვარულით გიყვარ ვართ? რატო ჩამოვთვალე ამდენი რაღაცები, რომ მიხვდეთ თქვენ, რომ თქვენი სიყვარული უფლის წინაშე აღაპია, ფილოსია, ეროსია თუ სტერგოსია. აი ეს ყველაფერი თქოთ კარგად დაიმახსოვრეთ. თუ შენ ისე უბრალოდ გიყვარს, როგორც სიტყვის მასალა, როგორც შენი ოჯახის წევრი ღმერთი, შენ არ გიყვარს ღმერთი. მაგრამ აი დაუკვირდით, დიდი მამა როგორიც იყო ეგნატი ანტიოქიელი, ისე იყო შეყვარებული ღმერთზე, რომ ამბობს ღმერთზე, რომ ჩემი ტრფიალებაო, ჯვარცმულარს, აქ თქვათ იყენებს სიტყვა ეროს. ანუ მაშინდელ რომაელებს და ანტიოქიაში მცხოვრებს, რომ გაეგოთ მას ღმერთი როგორ უყვარდა. ამბობს რომ ჩემი ტრფიალებაო ჯვარცმულარს, მას რო ეთქვა რომ ჩემი აღაპოს ჯვარცმულიაო, ვერავინ ვერ გაიგებდა ვერაფერს, იმიტომ რომ მათში ღვთაებრივი სიყვარული აღარ იყო და არც იყო საერთოდ. და აი ამიტომ ამბობს, ესე იგი თქვენთვის გასაგები რო იყოსო, აი ესე მიყვარსო ღმერთი უყვარდა, ესეთი როგორც თქვენ ქალი გიყვართო, მე ესე მიყვარსო ღმერთი და ეს თავისი დამოკიდებულება ღმერთთან გამოხატა ეგნატი ანტიოქიელმა აი ამ სიტყვით, რაც არის ჩვენში ეროტიკა და სამარცხვინო და ასე ვთქვათ, ცოდვილი სიყვარული. და რაც შეეხება ჭეშმარიტ სიყვარულს, როგორც გითხარით, ეს მე ამოვწერე მუხლობრივად. ჩამოგითვლით და მე მგონი თქვენ მიხვდებით, რომ აქედან რომელი არის თქვენში. სულ 15 პუნქტი ყოფილა შემოკარგებო პავლე მოციქული, როგორც აღწერს სიყვარულს. ეს არის კორინთელთა პირველი თავის 13 პირველი კორინთელთა 13 თავის მუხლები. ასე იწყება, სიყვარული სულგრძელია. რა ჩვენში ნაკლებია ჩემოძრიფ სულგრძელება რა არის რომ აპატიებ გულში რომ ბოღმას არ ჩაიდებ და ყველა რომ გიყვარს ქართველიც არა ქართველიც და რომ გაიგებ რამე ცუც ვიღაცამ რამე დაგიშავა მაშინვე რომ მიუტევებ და მე თქვენი აღსარებებიდან მესმის რომ საკუთარ მშობლებს აბრაზებთ თურმე საკუთარ დედმამაშვილებს არ ელაპარაკებით და ნუ ცოლ-ქმარზე ხო აღარ არის ლაპარაკი და დედმამაშვილებზე ანუ პირველ რიგში სიყვარული თუ გაქვს სულგრძელი უნდა იყო დაიმახსოვრეთ კარგად ანუ მალე მიმტევებელი უნდა იყო და გულში არ უნდა დაიტოვო არაფერი სიყვარული ქველმოქმედია. ვინ არის ქველმოქმედი, ჩემო ძვირფასებო? არჩევნების წინ კი, როცა გიჭირს კი, მაგრამ ხარ ქველმოქმედი. ესე იგი სიყვარული არა გაქვს. და გამოვაკარით დაფა ეკლესიაში, რომ ეკლესიას სჭირდება ზეთი, ნახშირი და ასე შემდეგ. ეს თქვენი მოვალეობა, პროსკომიდია, ისე ზღვნის მოტანას, რომ მოდიხარ ეკლესიაში, ან საკმეველი წამოიღე, ან ნახშირი წამოიღე, ან ზეთი წამოიღე, ეს შენ გჭირდება. ეს ქველმოქმედება კი არის, ეს არის შეწირულობა და ქველმოქმედება არის, რომ გახვალ და გაჭირებულს რომ დაეხმარები და რომ მას ასე თქვა აღმოუჩენ დახმარებას. ეს არის სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანი. მესამე, არ შურს ჩემო ძვირფასებო. რამდენი შურიანი ვარ ჩვენ ახლა. როგორც კი დაინახავ, შენი მეგობარი კარგად არის, ან ახალი კაბა ჩაიცვა, ახალი ფეხსაცმელი ჩაიცვა, ან ავტომობილი შეიძინა, ან სახლი შეცვალა და გაფართოვდა, მაშინვე გშურს, იმიტომ რომ არ გიყვარს. რა თქმა უნდა, არ ამპარტავნობს. თითქმის ყველა ამპარტავნები ვარ ჩემო ძვირფასებო. ჩვენში სიყვარული რო იყოს, ამპარტავნება აღარ იქნება. ნახეთ წამალისად ყოფილა, აღარ გინდა რომ ამპარტავანი იყო? გიყვარდეს ჩემო ძვირფასებო. იყო სულგრძელი და ასე შემდეგ. არ ჩადის უწესობას. უწესობა რა არის? იგივე ეკლესიაში უწესო საქციელი, ეკლესიის გარეთ ჩასმა, დახურვა და უამრავი რამ. აი სად ყოფილა ჩემო ძვირფასებო ზაღლის თავი დამარხული. აი რატომ იქცევიან ჩვენი შვილები უწესოდ და რატომ იქცევიან მშობლები უწესოდ? რატომ იქცევა ძალიან ბევრი მოძღვარი უწესოდ? რომ სიყვარული არ გააჩნია მას. არც ერთი სიყვარულით ახსავსე პიროვნება უწესობას არ ჩაიდენს. თავისას არ ეძებს. უყურეთ, ამხელა ეგოისტია ადამიანი, როცა ამბობს მე მიყვარს, ეს ჩემია, ჩემი მოძღვარია, ჩემი ქვეყანა, ჩემია. არა. როცა გიყვარს, უნდა იმაზე კი არის ფიქრო, რომ შენია და შენი ისა. აი თქვა, უფრო გასაგები რო იყოს, რომ შეყვარებული ყავ და თქვათ ის გაყვას სხვა პიროვნებას. თუ ბოროტი ხარ იტყვი დაიბოღმები, დაიწყებ გინებას, ლანძღვას, წყევლას, იტყვი რომ აი ეთყობა ჩემზე კარგი პიროვნება ნახა მან ვიღაც და მერთმა ბედნიერი ამყოფოს. ანუ შენთვის არ უნდა გინდოდეს მარტო მდელი და შეყვარებული და რა ვიცი, თუ კი რამე კარგი არსებობს. ანუ შენ
შენსას არ უნდა ეძებდეს სიყვარულში. ეს ყველასია და პირიქით სხვაზე უნდა იფიქრო და სხვას უნდა დაეხმარო გაცემაში. არ მრისხანებს, ჩემო ძვირფასებო. როგორი მრისხანები ვართ, რატო? სიყვარული არ არის ჩვენში და იმაში. ანუ როგორც კი თქვენი თავი დააფიქსირეთ, მრისხანებაში ხარ, შურში ხარ, არა ხარ სრუგძელი, არა ხარ ქველმოქმედი, ესე იგი შენ სიყვარული არა გაქვს. არ განიზრახავს ბოროტს. ანუ ბოროტებას არ გეგმავს სიყვარული. არავის ორმოს არ უთხრის, არავინ არ ეზიზღება. არ ხარობს სიცრუით. აი დაუკვირდით, თვითონ კი არა, სიცრუე არ ახარებს. აი ძალიან ბევრი ადამიანი სიცრუეში ცხოვრობს. თითქმის ყოველ დღე გვატყუებენ ტელევიზიიდან, ყოველ დღე გვატყუებდნენ და გვატყუებენ ახალი ახალ არჩეული ხელისუფლება, ძველი და ახალი. ანუ ყველა გვატყუებს და ბევრი ამას თვალს ხუჭავს, ხმას არ იღებს და სიხარული ნიშნავს, რომ შენ ამაზე რო ხმას არ იღებ, ესე იგი შენ შეეგუე ამ სიცრუეს და შენ ხარობ ამ მდგომარეობით. ანუ მოტყუებული მდგომარეობა გიყვარს შენ. და ამას შეგუებული ხარ. ქრისტიანი ხმალამოღებული უნდა იყოს ყოველგვარ სიცრუეზე და ამბიონი უნდა იყოს მამხილებელი ყოველგვარი სივერაგის და სიცრუის. და თუ გავჩუმდებით, დუმილით გაიცემა ღმერთი ჩემო კარგებო. ხოდა უკვირთ ხოლმე ვიღაცებს ჩემი ქადაგება რეებს ამბობს მამაო და არა, რას ვამბობ? სიყვარული მაქვს და სიყვარულით ვამხელ. და თუ გავჩუმდები, აი მაშინ გაგიკვირდა ჩემი გაჩუმება ჩემო ძვირფასებო და თუ ღუდელი ეკლესია გაჩუმდება და სიცრუეზე თვალს დახუჭავს, ესე იგი მას სიყვარული უნებრივი არ ქონია. არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ესე იგი ჩვენ უნდა გვახარებდეს იესო ქრისტე ჩემო ძვირფასებო. მართლმადიდებლობა, სიყვარული, თავდაბლობა, ცხონება, ეს უნდა გვიხაროდეს ჩვენ, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ვიცი მე, რომელსაც არ უხარია სხვა ადამიანის ეკლესიაში მოსვლა. არ უხარია მისი კარგად ყოფნა, არ უხარია მისი წარმატება. ეგ შურზე კი აღარ არის ლაპარაკი. შეიძლება არ აქშურდეს, მაგრამ არც გიხარორდეს. ეს ძალიან ძლიერი მდგომარეობა. არ ამშურს, მაგრამ არც მიხარია. რატო არ უნდა გიხარორდეს? ერთი ცოდვილის მოქცევა თქვენს რამხელა სიხარულია ზეცაში. ასევე უნდა იყოს ჩვენთანაც. ეს რომ ჩვენში არ არის, იმიტომაც ვერავინ ვერ მოგყავ ეკლესიაში და არ ვქადაგებთ და არ გვინდა რომ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი ცხონდეს. და რაც საინტერესოა, ასევე ყოველივეს იტანს. თუ შენ სიყვარული გაგაჩნია ჩემო ძვირფასებო, იტან, შენ ლოთ მეუღლეს, შენ ნარკომან მეუღლეს, შენ სნეულ შვილს, შენს უგუნურ მეზობელს და ასე შემდეგ. ერთი განახად საპატრიარქოში მეორე სართულზე რამხელა რიგი დგა ჯვარის აყრაზე. და ხანდახან ჩვენ ვესაუბრებით მათ. აი ვეღარ ვიტან ჩემ ქმარს, აღარ შემიძლია მასთან ყოფნა, როცა კარგად იქცეოდა, ხო გიყვარდა, ეხლა რატო აღარ გიყვარს? იმიტომ რომ შემოსავალი აღარ აქვს, იმიტომ რომ მასთან ლოგინი აღარ მოგწონს და სხვა გინდა და გონია რომ მესამე და მეოთხე ქორწინება კარგი იქნება, ნურას უკაცრავად. ეს არის ევროპული, დასავლური კულტურა, რომ დღეს ეს გინდა და სხვა ეს გინდა, არა, ქართველი კაცი ყოველთვის იტანდა და ითმენდა outsource მაჩხუბარ ქმარს, ლოდს და ასე შემდეგ. რატო? იცოდა რომ რაც რა ვის რა ბედმან მისცეს დასჯერდეს და მას უბნოვდეს. ანუ ეს მოგმადლა შენ ღმერთმა, ეს არის შენი ჯვარი და უნდა ზიდო ბოლომდე. არ ზიდავ, მოგენატრება პირველი ქმარი მერე. და ძალიან ბევრი მაგალითები ვიცი, რომ მერე ისე უბრუნდებიან პირველ ცოლებს და პირველ ქმრებს. რამოდენიმე ადამიანმა მთხოვა, რომ მამაო ჯვარი მინდა ავიყარო, სხვა ცოლი მოვიყვანო, ვაიშეს პატრონს ვეუბნები. სადაგ ტვინი ერთი მითხარი, ჯერ ეს ცოლი რომ მოიყვანე ტვინი სად ქონდა და რახან მოიყვანე, მოდი ბოლომდე გაუძელი მაშინ, ხო? რატო გეცინებათ ესია? და მერე ყველაფრის სასოება აქვს. ნახეთ რამხელა ბედნიერება ჭირდება. განა გულუყვა და განა დეგენერატი კი არა ჩემო კარგებო. მაგრამ სასოება აქვს, იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ესე იგი შენ თუ იმედი დაკარგე სიყვარული. და იმას არ ნიშნავს ესე იგი რომ მე მჯერა ეხლა ასაც თქვათ ვიღაცები პარლამენტიდან მაპატიეთ და გვაბოლებენ. კი არ მჯერა, მაგრამ თავს ვიჯერებ, იმიტომ რომ იმედი მაქვს მე ღმერთის, რომ დღეს თუ ხვალე ყველაფერი მაინც კარგად იქნება. კარგად იქნება და არ ვაწყობ რევოლუციას, არ დავდივარ ბაირაღებით, არ გადავცემ ხაზზე არავის, არ ვწყევლი, არ ვაგინებ. იმედი მაქვს, ყველა ვიტო სიყვარული მაქვს. ასე იყავით თქვენ, ჩემო კარგებო. იყავით სიყვარული და გექნებათ ყველაფრის იმედი. ყოველივეს ითმენს, რას გითხარით, ჩემო ვიც მოითმეს ის ხონდება. აი ჩამოთვლილია აპოკალიფსში. სხვადასხვა როცა აპოკალიფსზე იღებენ ფილმებს და გარკვეული მოძღვრები ქადაგებენ, უნდა გაიქცე და დაიმალო. ესე იგი აპოკალიფსი ხალხს გონია საშინელებათა ტრეილერი, რაღაც უბედურება. და მასხოვარი ამბობს რომ აი ამ ყველაფერს გაუძლებ თუ მოითმენო.
მოთმინაზე კი არ ლაპარაკობს არავინ, რომ მოთმინება შეიძლება, რომ მოთმინებით შეიძლება ანტიქრისტე და ყველაფერი აიტანო. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. იმიტომ რომ სიყვარული არ გააჩნიათ და სიყვარული დევნის შიშს, ვინც აპოკალიფსზე თქვენ გაშინებთ, მას სიყვარული არ აქვს. რატო არ გეუბნებათ ის ადამიანები, ვინც ამას ხადაგებს, რომ თუ სიყვარული გექნება, ვერ მოგერევა ვერც ანტიქრისტე, ვერც იმისი სუპოსტასები და ვერავინ. რატო? თვითონ სიყვარული არ გააჩნია, შიშარა, მხდალია და თქვენს გაშინებენ. ამიტომ სულ სხვა რამე წერია აპოკალიფსში, სულ სხვა რამე წამოს მაცხოვარი. მათეს 24 თავი წავიკითხეთ ჩემო ძვირფასებო. ყოველივეს მომთმენი ცხონდება. და ეს დღეები შემოკლებული იქნება წმინდანების გამო წერი. ანუ ყველაფერზე არის სალბუნია, ყველაფერზე არსებობს მალამო. ამას კი არ გეუბნებიან. გეუბნებიან რაღაცა ქალწული გამოჩნდება, ურჩხული, ბაყაყი, მოგეთ გველეშაპი და გონია ხოლმე ხანდახან რომ რაღაცა საშინელებათა სამყაროში გამყოფენ ეს ხალხი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი კატაკლიზმები იქნება, მაგრამ საშველიც ხო მოიგონა ღმერთმა შემოკარგება. რატო ამაზე არ გეუბნებათ არავინ, რომ დამარცხებული იქნება ეს ყველაფერი, რომ მოთმინება აუცილებელია, რომ ეს დღეები შემოკლდება წმინდანების დახმარებით, რომ ქრისტე მოვა. იქ ლაპარაკი არ არის, რომ ქრისტე მოვა, იქ ლაპარაკია, რომ ანტიქრისტე მოვა და დამთავრდა. როგორც იციან იეღოველებმა, რომ მარტო ცუდებს გველაპარაკებია, შედალოცვილო, გააგრძელე მერე რაწერია. იეღოველი გიშლის ციგს და გეუბნება რაღაც ისულელეს. და ეუბნება, აბა კიდე გააგრძელე იქ რაწერია, რატო არ მაკითხებ იმას? იმიტომ რომ შმაკისეული ხარ შენ. ის მოძღვარიც, რომელიც გაშინებთ ბოლო ჟამით, ის არ არის მოძღვარი. ის არის ხიფში მყოფი ადამიანი, შიშარა, შეშინებული და აშინებს მრევლს. და ითი ნახეთ ხადაგებები YouTube-ზე და გარკვეულ ქსელში ნახეთ, რეებს ხადაგებენ და რეები ატვირთული. არავინ არ ხადაგებს იმაში, რომ ღმერთი მოვა, რომ იესო ქრისტე მოვა, ჩემო ძვირფასებო აპოკალიფსის ბოლოს და ვინც მოითმეს ის რო გადარჩება. ამაზე ლაპარაკი კი არ არის რა. იქ არის ლაპარაკი მოკლედ ყელის გამოჭრაზე და შუბლზე მოკლედ ჩიპები, სტრიხ კოდები და უბედურებები. იქამდე ვინ მიგვიყვანს? ჩვენი ცნობიერება მანამდე უკვე დაბეჭდილი იქნება უღმერთოებით და ამსოფლიური კეთილდღეობის წყურვილით. დაიმახსოვრეთ კარგად. და ბოლოს, სიყვარული არ მთავრდება არასოდეს. თუ სიყვარული გაქვს, გექნება ყოველთვის. და თუ შენ ამბობ, რომ მე აღარ მიყვარს ჩემი მოძღვარი, აღარ მიყვარს ღმერთი, აღარ მიყვარს სამშობლო, აღარ მიყვარს პატრიარქი, არც ყვარებია არასოდეს. თუ გიყვარს, ილოცე მასზე. თუ გიყვარს, მოითმინე, არ გშურდეს, იყავი სურგზელი, იყავი მოთმინებაში, იყავი იმედიანი და ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ძვირფასებო. მე მგონი, რაც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, ჩვენში არაფერი არ არის ცარიელი ბუტაფორია სიტყვების გარდა. და მოდი გეგმა დავისახოთ, რომ დავიწყოთ მარხვა გადაწყვეტილების მიღებით და სიყვარული ვითხოვოთ ღმერთისგან, რომელიც ჩვენში ცვლილებას გამოიწევს კარგისკენ. აღარ სული აქ ტკბიდება მერე, აღარც თავი, აღარც კუნთები, აღარც გული და ასე შემდეგ. ჩვენთან არის ღმერთი. ხუთშაბათს ვიწყება მარხვა, თევზით არის ხსნილი 25 დეკემბრამდე. ისაც გარკვეული უზრუნველობა გაგაჩნია, უნებრივია